ღმერთო შეგაძლებინოთ რომ სწორი, ცოცხალი და მართალი რწმენა მოგცეთ ღმერთმა. და ეს რომ შეძლოთ, ამისთვის შეიძლება ადამიანმა ეს რომ ითხოვოს, რომ ღმერთს უთხოვოს, რომ ღმერთო იცი რა მიმინდა რომ ცოცხალი რწმენა მქონდეს. მაშინ შენ ამის გამო გამოიცდები. აუცილებლად გამოიცდები. შენ თუ გინდა ცოცხალი რწმენა, შენთვის ამ რწმენისთვის გამოცდა დაეშვება. როგორც იობთან დაეშვა გამოცდა. იობმა რა თხოვა ღმერთს, იობმა ითხოვა ღვთისაგან, ღმერთო, აი ეს ყველაფერი რო არ მქონდეს მე შენ მაინც ესე მეყვარები, აი ეს რაც მაქვს ახლა მდიდარი ვარ, შვილები მყავს, ყველაფერი მაქვს, მაგრამ აი ეს რო არ იყოს ჩემ ცხოვრებაში, ახლა აი შვილები რო არ მყავდეს, სიმდიდრე რო დავკარგო, ჯანმრთელობა რო შემერყეს, ყველაფერი შემერყეს, მაინც შევძლებ შენ ამ სიყვარულს, იობმა ეს კითხვა დასვა. ეს კითხვა დასვა და გამოიცადა ეს გიობი ამაში. შენ გინდა რომ გამოცადო შენი რწმენა? გინდა რომ გაიგო თუ რო არ გეყოლება შვილები, რო არ გექნება ქონება, რო დაავადდება შენი სხეული, გინდა გამოგცადო ღმერთმა უთხრა და კიო გამომცადა იობმა უთხრა და გამოიცადა იობი. გამოიცადა იობი და წინაკვირასაც გითხარით და რომ გამოიცადა იობი ამ ყველაფერში, ამ უდიდეს ტკივილებში გამოიცადა, ყველაფერი დაკარგა, რაც კი მიწერი და რაც კი ამქვეყნიური იყო და ბოლოს უკვე როცა ამხელა დაავადება შეემთხვა და ყველა ადამიანი მიატოვა, ბოლოს ეუბნება ღმერთს, ღმერთო, აქამდე შენ შესახებ სმენოდაო, ახლა ჩემ ნესტოებში გრძნով შენ, ახლა ღმერთო, ბოლომდე ვიცი შენ შესახებ ყველაფერი. ამ ტკივილებში და ამ განსაცდელებში მან ღმერთი შეიმეცნა და კიდევ უფრო შეიყვარა ღმერთი, ვიდრე მანამდე უყვარდა ღმერთი. ამიტომაც ამ სარწმუნოებას ეს სწორი დამოკიდებულება აქვს და ღმერთმა შეგაძლებინოთ, აი სწორი რწმენა, მართალი რწმენა, ნუ შეშინდებით, ღმერთთან როცა ხარ, იცოდეთ, ყველაფერი გაქვთ. ღმერთთან ერთად ყველაფერი გაქვთ. ღმერთის გარეშე ყველაფერი დაკარგული გექნებათ. და ღმერთს ადამიანს აკარგინებს ერთი რამე, ღმერთს კარგავს შენი ცოდვებით. და ღმერთს კარგავს შენი ცოდვების სინანულის არ გამოხატვით. ამით იკარგება ღმერთი და ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას, რომ ეს ღმერთის სიტყვება შეგაგრძნობინოთ და ეს სიკეთე საღვთო მადლისა ღმერთმა მიგაღებინოთ ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მადლი ღმერთმა არ მოგაგოთ. დალოცოს და დაიფაროს ღმერთმა ჩვენი ლამაზი სამშობლო, ჩვენი ლამაზი ქვეყანა და ღმერთმა ქართველებს ყველას ერთმანეთის სიყვარული შეგვაძლებინოს. ამ ქვეყნის ერთგული მსახურება შეგვაძლებინოს, რომ ეს ქვეყანა მთელი გული და მთელი არსებით შევიყვაროთ, რომ ამ ქვეყნის მსახურები ვიყოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა, ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია, ეს ქვეყანა ჩვენი არის და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ამ ქვეყანას ყველანი ერთგულად, პატიოსნად და წმინდა და სუფთად ვემსახუროთ. ვის რა მდგომარეობაც აქვს ამ ქვეყანაში გვიჭირავს, იმ მდგომარეობიდან ყველა სწორად გვამსახუროს ღმერთმა ამ ქვეყნის წინაშე და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ.